ბათუმში მოქმედი 11 საბავშვო ბაღი მუშაობას ვადაზე ადრე 7 ივლისს შეწყვეტს. მიზეზი სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაციაა. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ახსასდელების გადანაწილება სხვა ბაღებში გადატვირთული კონტინგენტის გამო ვერ ხერხდება. მარი ბოლქვაძე არკვევდა დღეს თემის დეტალებს. ეს წარწერა მეორე საბავშვო ბაღში მშობლებს რამდენიმე დღის წინ დახვდათ. ბაღი მუშაობას ჩვეულებრივზე 25 დღით ადრე წყვეტს. მიზეზი რემონტია. თითქმის ნახევარი საუკუნეა ამ შენობაში ბაღი ფუნქციონირებს, თუმცა რეაბილიტაცია არასდროს ჩატარებია. მოშლილია სანტექნიკის სისტემა და მოძველებულია სასწავლო ინფრასტრუქტურა. შენობას კაპიტალური რემონტი სჭირდება იმის გამო, რომ სამუშაოების დასრულება ახალ სასწავლო წლამდე მოესწროს, ბაღების გაერთიანებაში სასწავლო პროცესის დროზე ადრე შეჩერება გადაწყვიტეს. სარემონტო სამუშაოები არის ჩასატარებელი, პირობებია გასაუმჯობესებელი, გასაკეთებელია და მოსაწესრიგებელია სველი წერტილები, მოსაწესრიგებელია საძინებელი ოთახები. აქედან გამომდინარე, მე მგონი ამას კეთილი განწყობით მიიღებს ხალხი. გარდა ამისა, ბაღების გაერთიანება საკუთარი სახსრებით ქალაქში მოქმედ კიდევ 10 ბაღს გაარემონტებს, რისთვისაც 330.000 ლარი უკვე გამოყოფილია. სატენდერო პირობებში მკაცრად არის გაწერილი სამუშაოების შესრულების ვადები. გეგმის მიხედვით სექტემბრისთვის ახსაზრდელები განახლებულ ბაღებში უნდა შევიდნენ. სატენდერო პირობებში საკმაოდ მკაცრი პირობებია ჩადებული, აი ამ გრაფიკის დაცვასთან დაკავშირებით და საკმაოდ სერიოზული ჯარიმებია გათვალისწინებული. პრინციპში არ უშვებთ იმას, რომ არ მოესწროს. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ 1 სექტემბერს დაიწყოს ეს სწავლის პროცესი. სამი ბაღის კაპიტალური რემონტი და ერთი ბაღის აშენება თავის თავზე აიღო ბათუმის მერიამ. ბაღებში სწავლის პროცესი 20 ივნისს შეწყდა და სავარაუდოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წლის ბოლომდე ვერ განახლდება. შენობებიდან უკვე დაიწყეს ინვენტარის გატანა. პროექტის მიხედვით სამივე შენობას კიდევ ერთი სართული დაემატება, რაც ადმინისტრაციას ახსაზრდელთა კონტინგენტის გაფართოების საშუალებას მისცემს. მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2,5 მილიონზე მეტ ლარს ახარჯავს. სამუშაო მოცულობიდან გამომდინარე სექტემბრისათვის ვერანაირად ვერ მოეცლება და ამიტომ მერიამ დაეთვალისწინა ყველაფერი და ხელშეკრულება არის გაფორმებული მიმდინარე წლის ბოლომდე 25 დეკემბერს. შესაძლებელია ზოგიერთმა კომპანიამ ნაადრევადაც დაასრულოს, მაგრამ ბოლო ვადა არის 25 დეკემბერი. იმ ბაღების ახსაზრდელები, რომელთა რეაბილიტაცია სექტემბრამდე ვერ მოესწრება, ახალი სასწავლო წლიდან დროებით სხვადასხვა დაწესებულებაში გადანაწილდებიან. თუმცა მშობელთა გარკვეულ ნაწილს დისკომფორტი სწავლების დროზე ადრე შეწყვეტამ შეუქმნა. მათ ნაწილს ბავშვების კერძო ბაღებში გადაყვანა მოუხდა. საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობამ მშობლებთან ვიმუშავეთ იმაზე, რომ ეს აქ მშობლების განაწყენება და რაიმე პრეტენზიები არ ყოფილიყო და მადლობა მინდა ვთქვათ ჩემი მხრიდან გადაუხადო მშობლებს, რომლებიც ძალიან გაგებით მოეკიდნენ ამ ფაქტს. 10-15 შემთხვევა იყო ესეთი, როცა მშობლებმა თქვეს, რომ თუნდაც ეს ერთი თვით ჩვენ გაგვიჭირდება ბავშვების დატოვება, რადგან მსახურობთ და სახლში დამტოვებელი არ ყავს. ამის შესახებაც გაერთიანების საბავშვო ბაღის გაერთიანებამ იზრუნა. ვისაც ახლა დამტოვებელი ყავს, რა თქმა უნდა, იმისთვის რთულია, მაგრამ ჯობია გაჭირვება და მე კომფორტულ ბაღში დაბრუნდეს ბავშვი. სხვას რამდენად შეუქმნის ვერ გეტყვით, მაგრამ მე ჩემი მხრიდან მიჩევნია ის ერთი თვე გავიჭირო და მიჩევნია რომ კომფორტში იყოს ბავშვები რა. ჩემი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა რიგი მშობლებისთვის ნამდვილად წარმოადგენს ეს დიდ პრობლემას, თქვა ბავშვის სადღაც დატოვება უნდა იზრუნონ 1000 რაღაცაზე, თქვა ან უნდა გადაიყვანოს კერძო ბაღში. იმის გამო რომ ჩერდება დროზე ადრე, არანაირად არ გადამყავს სხვა ბაღში, იმიტომ რომ ერთი თვე იქნება სახლში დაისვენებს. ბაღები, სადაც სარემონტო სამუშაოები არ არის დაგეგმილი, ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებენ და სასწავლო პროცესი 22 ივლისამდე გაგრძელდება.